8 პირი, რომელსაც 2025 წლის ნოემბერში როსტოვის ოლქის საოლქო სასამართლომ მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და რუსულ ტერიტორიას შორის დამაკავშირებელი ხიდის აფეთქების საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მოითხოვს ჩართონ პატიმრობის გათავისუფლების შესახებ იმ ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელსაც შესაძლოა მხარეებმა მიაღწიონ 4 წლიანი სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის მემორიალის თანახმად საქმის ფარგლებში დაკავებულმა უკრაინის, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეებმა ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს ვლადიმერ პუტინს, ვლოდიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს. დასკვნის სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობისას უკვე მსჯავრდებულებმა თქვეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ, რადგან არ იცოდნენ, რომ ხიდზე სატვირთო მანქანის გადაადგილებისას სამშენებლო მასალებთან ერთად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ. ამავე ორგანიზაციის ცნობით, პატიმრობაში მყოფი 8 პირი თავს უწოდებდა ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ ლუკმა პურის საშოვნელად, ქირის გადასახდერად და ბავშვების შესახუტებლად. ახლა კი ისინი ტერორისტებად შერაცხეს და გაწერეს რუსული ციხეების საკნებში, ნელი დამამცირებელი სიკვდილისთვის. პატიმრობაში მყოფთა შორის არიან ერთ-ერთი ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი სანქტ-პეტერბურგიდან, ასევე ფერმერები და ხილბოსტნეულის გამყიდველები მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან. ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდი, რომელიც კრემლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულისა და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა, კიევის იერიშების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 2022 წელს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 პირი, ხიდის კონსტრუქცია კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. განმეორებით თავდასხმები მოხდა 2023 და 2025 წლებში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ეს იყო მათი პასუხი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოსკოვის სასტიკ და ძალადობრივ ომზე. ყველა ეს შემთხვევა რუსულმა მხარემ ტერორისტულ თავდასხმებად შეაფასა იმ ფონზე, როდესაც უკვე მეოთხე წელია განუწყვეტლივ თავს ესხმის უკრაინაში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, სავაჭრო ცენტრებსა თუ ქრისტიანულ ტაძრებს.